სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი წელიწად ნახევარი. ქანდაკების ფაკულტეტზე ვიყავი მონუმენტური. ფერწერა ესე როგორც ესეთი არ მისწავლია. არ დამიმთავრებია მივატოვე სწავლა, იმიტომ რომ რაღაც ასე მგონია უნდა დაიბადო რა მხატვრად, პოეტად უნდა დაიბადო. როცა თქვათ რესტავრატორი გინდა იყო, თქვათ არქიტექტორი, აუცილებელია ასევე რომ ისწავლო რაღაცების კეთება და ფერწერის კეთება უნდა შენ თავში იყო, ვერ გასწავლიან რაღაც სასწავლებელში, რაც არ უნდა დიპლომი მოგცენ, ვინახარ შენზე უკეთესად ამას ვერავინ ვერ გეტყვის. თუ შემილია ჩემი თვალით ვნახო, წიგნიდან და ინტერნეტიდან ნახოს, ყოველთვის მეჩვენია მივიდე და ვნახო. ეხლა ხატავ ესეთ ნახats კუთხეების შესახებ, ყველა საქართველოს ყველა კუთხედან რაღაცა ორნამენტი იქნება და თბილისიც მათ შორის იქნება ცალკე და ლურჯ მონასტერში ამოვიხატე რაღაც ჩანახატები და შესაძლოა სწორედ ეს ჩავსვა თბილისის ადგილას. გარკვეულწილად ეს თბილისელი მღებავი არის იუმორით და თავდაბლობითაც, მაგრამ ძირითადად იმიტომ არის, რომ არ არის ეს ფერწერა, რასაც მე ვაკეთებ კლასიკური გაგებით რა. არც გრაფიკა არის, არც ფერწერა და ამიტომ მღებაობა არ შემილია სხვანაირად, ცუდათავად რო არ ხატო. მაგრამ როცა ვხატავ არ ნიშნავს ეს, რომ რაღაც ყველაფერი მომეშვება და ისევ იმ რაღაც სევდით, ისევ იმ ფიქრით თუ სიყვარულით თუ სიხარულით გრძელდება ისევ ის პროცესი, რასაც ხატობია. ძირითადი მასალა არის ზეთის აღებავი და ზეთის პასტელი. მაგრამ არანაირი სტანდარტული ჩვეულებრივი მასალა არ არის საკმარისი, ან თუ რაღაც ნახატისგან გამომდინარე მომივა თავში, ასე ვთქვათ, ვიყენებ ფოტოკოლაჟს, თივას, ხეს, ნაჭრის ქსოვილს და ყველაფერს, ასე ვთქვათ, ყველაფერს რაც შეიძლება მოუხდეს ნახატს. ერთადერთი შეზღუდვა მაქვს ჩემი თავისთვის, რომ ნახატში რაღაცა იყოს ისეთი, რაც არის მხოლოდ ჩემი მხატვრობისთვის დამახასიათებელი. დანარჩენი არც თემატიკაში და არც არაფერში არ ვწუდავ თავს. ეს არის გიორგი მეშვიდე. ჩემი საყვარელი მეფე საქართველოს ისტორიიდან ადამიანი, რომელმაც მოინელა, ასე ვთქვათ, თემურლენგის ყველა შემოსევა და მაინც ბრძოლაში მოხვდა, მე რაღაც შავბადგნიანებთან თუ რაღაცებთან ბრძოლაში და მთელი ცხოვრება გაატარა ამ კაცმა აბჯარასხმულმა და ეს რიგით ჯარისკაცის სახით ნახატული. ამ ნახატს ქვია იყო და არა იყო რა ზღაპრის თემაზეა, ყველა პერსონაჟი ამ ნახატში არის ქართული ზღაპრებიდან, მაგალითად ეს ცოლ-ქმარი სულისტა ტარზე წერს სირემი ცამდერქებით არის აქ ასფურცელა მუხა ამოთხარა. ეს ნახევარ-ქათამა, ნახევარ გაჭრილი და იყურებიან თათვიმგერი და მელია. ყორანის კლინტავს და წელი და ჭიანჭველა და ასე შემდეგ. ეს ჩემ სტილში მაქვს გაკეთებული, რომ ყველგან რაღაცა ფაზლივით ეწყობა ხოლმე. ანიმაციების გაკეთების აზრი გამიჩნდა თავიდან იქიდან, რომ რაღაც კონკრეტული სიმღერების ან კონკრეტული ლექსების მიხედვით მქონდა ნახატები, რომ ეს ნახველისთვის მისულიყო ნახატთან ერთად თავისი იმ სიმღერით და იმ ლექსით. ანიმაციები ისეთ ნახატებზე მაქვს გაკეთებული, როგორებიც არის, თქო, ალილო, ბერიკაობა, ჭონა,
ნადირობა და ასე შემდეგ.